დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას, ვინ არის პასუხისმგებელი. დღევანდელ სასკოლო ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის კითხვა, რომელსაც ყველანი უვლიან გვერდს. ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის განათლებაზე? მშობელი, მასწავლებელი, სკოლა თუ მარტო ბავშვი? სკოლაში ხშირად ხედავთ მოზარდს, რომელიც არ სწავლობს, არც ინტერესდება, არც ცდილობს და მერე იწყება ერთმანეთზე გადაბრალება. მასწავლებელი ამბობს, რომ მშობელი არ ერთვება. მშობელი ამბობს, რომ მასწავლებელი ვერ ასწავლის. სკოლა ამბობს, რომ ორივე არ თანამშრომლობს ერთმანეთთან. სიმართლე არის ძალიან მარტივი. ბავშვი იქ იკარგება, სადაც უფროსები ერთმანეთს წვრილმანებზე ედავებიან. დღეს მშობლის ჩართულობა ბევრგან მხოლოდ არის დასული მესენჯერ შეტყობინებამდე, ან ერთხელ წარდგენილ რაღაც დარეკვამდე, ან ერთხელ წარდგენილ საჩივრამდე, ან საერთოდ მესენჯერ შეტყობინებამდეც აღარ არის დასული და საერთოდ თუ არ კატეგორიულად არ დაურეკდა, თუ საკუთარ შვილს რამე არ დააემართა სკოლაში, ან რამე არ დააშავა, მანამდე მშობელს არ ახსენდება საკუთარი შვილი. ან წლის ბოლომდე ქულა სანამ არ დაიწერება, ან უკვე დარჩენამდე არ მივა საქმე, მანამდე მშობელს საკუთარი შვილი არ ახსენდება. მაგრამ მშობლობო ზრდა და განათლება ამას არ ქვია. მშობელი, რომელიც არ ინტერესდება, რა უჭირს შვილს, არ კითხულობს რა არ ესმის, არ ესაუბრება, არ ესწრება შეხვედრებს, არ მიდის სკოლაში კვირაში ერთხელ, კვირაში ერთხელ, მხოლოდ ითხოვს შედეგს ბავშვისგან, ასეთი გარემო ბავშვს არის უმძიმესი, ვიდრე ნებისმიერი ტესტი. მასწავლებელი ვერ იქნება სუპერგმირი, რომელსაც ყველაფერში დაავალდებულებთ, რომ აღზარდოს, ასწავლოს, მოусმინოს, გაუწვეს და თან ყველაფერზე მარტო პასუხისმგებელი მასწავლებელია. განათლება არის პარტნიორობა და არა ბრძოლა, ვინ უფრო მართალია. როცა მშობელი, მასწავლებელი და სკოლა ერთ გუნდად არ მუშაობენ, ბავშვი ხდება შუაში დარჩენილი და დაზარალებული და ის იღებს იმდენ დარტყმას ფაქტობრივად, რასაც უფროსებიც კი არ აყენებენ ერთმანეთს. საბოლოოდ კითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი, აქვს ერთი სწორი პასუხი. პასუხისმგებლობა არის ყველასი. მასწავლებლის სწავლაზე, მშობლის ჩართულობაზე, სკოლის გარემოზე და ბავშვის არის განვითარებაზე. როცა ერთ რგოლს არ უნდა, ჯაჭვი ყველა შემთხვევაში წყდება. ერთ რგოლსაც რომ არ უნდოდეს, ჯაჭვი წყდება. და ახლა დრო პირდაპირ ვთქვათ. ბავშვი ვერ გაიზრდება იქ, სადაც უფროსები პასუხისმგებლობას არ იღებენ. თუ თქვენ ხართ უპასუხისმგებლოები, ბავშვს ნუ დააბრალებთ ნურაფერს.